პოლიტიკურად და ჩვენი პარტიის მხრიდან და ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტის დაყენება არ მოხდება, სამართლებრივად პროცესები მიმდინარეობს და ნურავის ნუ გაუკვირდება, რომ ეს პროცესი დადგეს, მე არ მაქვს ეს ხედულობაში, მაგრამ პოლიტიკურად ამ საკითხის დაყენება არ მოხდება ამ მიზეზით, რომელიც მე მოგახსენეთ, რომ საქართველოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კულტურას პატივიცეთ და მოვახერხოთ უფრო დემოკრატიული სახე ვაჩვენოთ. მაგრამ გადახედვა კონსტიტუციის და ესეთი შეკითხვებიც ისმებოდა ევროპაშიც და ამერიკელების მხრიდანაც, ეს ნორმალური პროცესია კონსტიტუციური ცვლილებები, არა ისე არანორმალურად ჯიბის კონსტიტუციად რომ გადააქციეს და ყოველ დღე ჩანაწერებს აკეთებდნენ როგორც სურდათ, ნორმალურ პროცესს წარმართავთ ჩვენ. კონსტიტუციის ცვლილება შეიძლება მოხდეს, ამისათვის ეს რომ გამჭვირვალე იყოს და ამასაც არ მიცეთ, ზედმეტი პოლიტიკური დატვირთვა ჩვენ ევროპიდანაც და ამერიკიდანაც მოვიწვევთ ცნობილ სპეციალისტებს კონსტიტუციის დარგში და მე ვფიქრობ, რომ უფრო ლოგიკური იქნებოდა იმ არჩევნების შემდგომ, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარდა და საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველო ამის შემდგომ ახალი კონსტიტუციით, ლოგიკური იქნებოდა, რომ პრეზიდენტიც ამ ახალი კონსტიტუციით, რაც შეიძლება სწრაფად დაექვემდებაროს ახალ კონსტიტუციას. გაუგებრობა ესეთი კონსტიტუცია არც ერთ ქვეყანაში არასდროს პრეცედენტი არავის არ ახსოვს, რომ მოვედით ზალა, გავიმარჯვეთ და ამ კონსტიტუციაში ჩაწერილია და თქვათ გასაგებია პატივუნდაცეთ კანონს და აღარ მინდა ამაზე ბევრი ვისაუბრო, მოკლედ ჩვენ ვცდილობთ და გვექნება მცდელობა იმისა, რომ დავარწმუნოთ საქართველოს საზოგადოებაც, ქართული საზოგადოებაც და უცხოელებიც, რომ შეიძლება განხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილება და შესაბამისობაში მოვიდეს პრეზიდენტის პოსტიც ახალ კონსტიტუციასთან. ახალი კონსტიტუციით ჩვენ არ გავაკეთებთ ინიცირებას იმპიჩმენტის პოლიტიკურად, მაგრამ შეიძლება გავაკეთოთ უმრავლესობამ ინიცირება კონსტიტუციური ცვლილების, რომ იმ 2013 წლის არჩევნების შემდგომ რომ უნდა იყოს პრეზიდენტის უფლებები, რაც ექნება და მოვალეობები, რაც შეიძლება სწრაფად გადაერთოს ახალ კონსტიტუციაზე და შევინარჩუნოთ პრეზიდენტი, მაგრამ ახალი უფლება მოვალეობები.